გამარჯობა. ეს არის Nitecore-ს ტენვადი ფანარი, მოდელი არის P10iX. ეს ფანარი გამოირჩევა იმით, რომ არის მეტალი, ასევე არის დარტყმა გამზე და წყალგაუმტარი 2 მეტრის სიმაღლეზე და სიღრმეზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მაქსიმუმ 2 მეტრის მანძილიდან დაგვივარდება, ფანარს დიდი ალბათობით არაფერი არ მოუვა. ანუ უფრო არაფერი არ მოუვა, ვიდრე მოუვა. და ასევე სიღრმეზეც იგივენაირად, ეს არის 2 მეტრი, რაც სიღრმეზეც შეგვიძლია ფანრის გამოყენება. ეს ფანარი იტონის დაახლოებით 79 გრამს, ან დაახლოებით 80 გრამი არის მისი წონა და სიგრძე ეს არის 14 სანტიმეტრი, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ეს არის 13.7 სანტიმეტრი. ამ ფანარს მოყვება ელემენტი, რომელიც არის შიგნით მოთავსებული, გაჩვენებთ აუცილებლად, ასევე მოყვება ინსტრუქცია, ეს არის დამტენი, ასევე მოყვება სამაჯური, თავისი კლიპსათი და ასევე ჰოლსტერი, რომლის დამაგრებაც შეგვიძლია ან ჩანთაზე, ან კამარზე, ან რა ვიცი, ნებისმიერ ადგილას, სადაც ეს ნაწილი მოთავსდება. როგორც გითხარით, ელემენტი მოყვება, ეს ელემენტი არის ტენვადი, რომლის დამოხტვაც შეგვიძლია ამ ნაწილიდან, აქ აქვს USB-ს ერთებელი, ესეთი. და რაც შეეხება უკვე ელემენტს, გაჩვენებთ, იხსნება ამ ნაწილით, ეს დავატრიალებთ. ესეთი ელემენტი მოყვება, ეს არის იგივე Nitecore-ს ბრენდის და მოდელი არის ეს ზემოთ რაც წერია, ეს არის 5000 მAh-იანი და ამ შემთხვევაში აგიხსნით რა გამოყენების სპეციფიკა აქვს ამ მოდელს და ასევე გეტყვით იმას, რომ თუ ამ მოდელში სხვა ელემენტს გამოვიყენებთ, რომლის გადამყვანიც ასევე მოყვება, ეს არის გადამყვანი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ 2 ცალი ელემენტი, რომლის ზომა არის CR123. ოღონდ ამ შემთხვევაში 2 ცალი დაჭირდება და ამ შემთხვევაში ფანარს ექნება სხვა გამოყენების რეჟიმები. თუ ჩვეულებრივ ამ ელემენტის ახლა რაც შეგნით აქვს, მაგ ელემენტის გამოყენების შემთხვევაში 7 რეჟიმი ექნება, სხვა ელემენტის გამოყენების შემთხვევაში ექნება სულ რაღაც 5 რეჟიმი. და ახლა აგიხსნით ამ ელემენტის მიხედვით. ამ ელემენტის შემთხვევაში, როგორც გითხარით, 7 აქვს და ასევე ის არის განსხვავება, რომ 4000 ლუმენს გაანათებს, თუ ეს ელემენტი ექნება მაქსიმუმ. 4000 ლუმენი დაგვეხმარება იმაში, რომ დაახლოებით 158 მეტრამდე გამოვიყენოთ მისი სიმძლავრე, ანუ 158 მეტრი გაანათოს, ხოლო მინიმალური რეჟიმი ეს არის ultra low ქვია და ამ შემთხვევაში 2 ლუმენი აქვს მხოლოდ, თუმცა ის გაძლევს 350 საათი, ანუ წარმოიდგინეთ, ეს ფანარი 350 საათი უწყვეტად გამოყენების შემთხვევაში როგორ გვიძლევს. ანუ მოკლედ ძალიან კარგი არა. ეხლა გაჩვენებთ, როგორ უნდა გავანათოთ ამ მოდელით. ნახეთ. აქ აქვს 2 ღილაკი. ერთი ეს, მეორე ეს. ანუ ერთი გვეხმარება ჩართვაში და გამართვაში, მეორე არის რეჟიმების შემცვლელი. პირველი რო ჩავრთოთ, ესეთი. ნახეთ, აქაც ანათებს, რომ ჩართული გვჩვენოს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველაზე დაბალი რეჟიმი ანათებს ან 2 ლუმენს და ამ შემთხვევაში შეიძლება ვერც კი შევამჩნიოთ, რომ მას განათების ანუ განათება ჩართულია. ნახეთ, ეს არის ყველაზე პატარა. ესეთია. და ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად გადავალთ, მოუმატებთ ამ ღილაკით. ეს მეორეა, 3, 4 და 5. როგორც გითხარით, 7 რეჟიმი აქვს და ნახეთ, ახლა დანარჩენ რეჟიმებზე როგორ გადავა. მიოქციოთ ამას ყურადღება, თუ ამას უწყვეტად დავაწვევით, ესე, ამ შემთხვევაში ჩაირთვება, მოკლედ, ტურბო რეჟიმი ქვია ამას. თუ დავაწვევით მეორე ღილაკსაც გვერდით, ამ შემთხვევაში ფანარი დაიწყებს სიმციმს. ამის გამართვა შეგვიძლია იგივენაირად, ამას დავაწვევით და ჩვეულებრივად შეიცვლის. ეხლა ნახეთ, თითქოს არა ნათავს რეალურად ჩართულია, ეს არის ყველაზე დაბალი რეჟიმი და ამით მოუმატებთ. თუ ჩვენ ფანარს ამ რეჟიმზე გავთიშავთ, ისევ ამ რეჟიმზე ჩაირთვება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფანარს აქვს დამახსოვრების ფუნქცია. მოკლედ რო შევაჯამოთ, ეს ფანარი არის მეტალის, საკმაოდ მსუბუქია, არც ისე დიდია, პირიქით კომპაქტურია ძალიან, მოყვება ელემენტი, რომელიც არის ტენვადი და მოყვება სხვადასხვა აქსესუარი. მის მაქსიმალური განათება ეს არის 4000 ლუმენი, ამ შემთხვევაში ეს მოწყობილობა გაძლევს მხოლოდ 30 წუთი და დაახლოებით 160 მეტრამდე შეძლებს განათებას.
თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად გითხარით. მადლობა.